ნივთიერი წერტილი მუდმივი კუთხური აჩქარებით იწყებს მოძრაობას 4 მეტრ რადიუსიან წერტილზე და იგი პირველ 8 წამში 12 პრუს აკეთებს. ჩვენ გვაინტერესებს 8 წამის ბოლოს რა იქნებოდა ამ სხეულის კუთხური სიჩქარე, სხეულის ჩვეულებრივი წირითი სიჩქარე, რა იქნებოდა სხეულის ცენტრისკენული აჩქარება, ვიპოვოთ მისი ასე ტანგენციალური აჩქარება და მისი სრული აჩქარება. მოკლედ, ჩვენ ვიცით, რომ ამ სხეულმა 8 წამში შემოწერა 12 ბრუნი. 12 ბრუნი შეესაბამება 12 გამრავლებული 2π რადიანს, რადგან 1 ბრუნი შეესაბამება 2π რადიანს, რაც არის 360 გრადუსი. შესაბამისად 12 ბრუნზე ჯამური შემოწერილი კუთხე იქნებოდა 12 გამრავლებული 2π-ზე, რაც არის 24π. შემოწერილი კუთხე უნდა იყოს საშუალო კუთხური სიჩქარე გამრავლებული დროზე. იმიტომ ეს არის ჩვეულებრივი ფორმულა, ხო? საშუალო კუთხურ სიჩქარეს თუ ჩვენ დროზე გავამრავლებთ, მივიღებთ შემოწერილ კუთხეს ჯამში. შესაბამისად საშუალო კუთხური სიჩქარე გამრავლებული 8-ზე უნდა იყოს 12 გამრავლებული 2π-ზე, რადგან ეს 24π არის სრული შემოწერილი კუთხე რადიანებში და ეს 8 არის გასული დრო წამებში. საიდანაც საშუალო კუთხური სიჩქარე გამოდის 24π გაყოფილი 8-ზე, ანუ 3π რადიანი წამი. ესე იგი საწყისი კუთხური სიჩქარეა 0, საბოლოოდ არის რაღაც ω8 და ეს კუთხური სიჩქარე ხო წრფივად იცვლება, ხო თანაბრად იცვლება. და თუ თანაბრად იცვლება ω საშუალო გამოვა მისი საწყისი და საბოლოო მნიშვნელობების საშუალო არითმეტიკული. ანუ 0-ს დამატებული ω8 წამში გაყოფილი 2-ზე უნდა იყოს 3π, რაც ნიშნავს იმას, რომ ω8 წამში უნდა გამოვიდეს 6π რადიანი წამი, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ სხეულმა კუთხური სიჩქარე 0-დან გაზარდა 6π რადიან წამამდე. რა იქნებოდა სხეულის სიჩქარე, ანუ წირითი სიჩქარე 8 წამის შემდეგ, რამდენი მეტრწამი იქნებოდა? და ჩვენ ვიცით, რომ ეს წერტილზე მოძრაობისას მისი წირითი სიჩქარე და კუთხური სიჩქარე უკავშირდება აი ესეთი ფორმულით. V8 წამში არის ω8 წამში გამრავლებული რადიუსზე. ვი არის ω ჯერ 1. შესაბამისად ეს გამოვა 6π გამრავლებული 4-ზე, ანუ 24π მეტრწამი. რაც ნიშნავს 24 ჯერ 3.14 დაახლოებით მაგდენი მეტრწამი ექნებოდა ამ სხეულის სიჩქარე, წირითი სიჩქარეზეა საუბარი 8 წამის შემდეგ. მოდი ახლა ვიპოვოთ მისი ცენტრისკენული აჩქარება. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ როდესაც სხეული მოძრაობს წრიულ ტრაექტორიაზე, მას გააჩნია ცენტრისკენული აჩქარება და სწორედ ეს ცენტრისკენული აჩქარება არის ის აჩქარება, რომელიც პასუხისმგებელია ამ სხეულის სიჩქარის ვექტორის მოტრიალებაზე. ეს ცენტრისკენული აჩქარება რო არ იყოს, სხეული წავიდოდა წრფივად და გააგრძელებდა მოძრაობას ერთი წრის გასწვრივ. რატო მოძრაობს წერტილზე? იმიტომ რომ ნებისმიერ მომენტში ამას ცენტრისკენ მიმართული აჩქარება გააჩნია ამ მომენტში აქეთ, ამ მომენტში აქეთ, ამ მომენტში აქეთ, რომელიც ამ სიჩქარის ვექტორს ატრიალებს და აიძულებს სხეულს, რომ წრიულ ტრაექტორიაზე იმოძრაოს. და ცენტრისკენული აჩქარების გამოსახული ფორმულა ჩვენ გვაქვს ორნაირი, ეს არის ω² ჯერ r ან v² გაყოფილი r-ზე. მოდი ჩვენ გამოვიყენოთ ω² ჯერ r-ის ფორმულა და ეს გამოვა ω ხო 6π-ია. 6π-ის კვადრატი იქნება 36π² და ეს გამრავლდება რადიუსზე და გამოვა 36 ჯერ 4 არის 154, π² არის დაახლოებით 10 და საბოლოო პასუხი გამოდის 1440 მეტრი წამ კვადრატზე. კიდევ ერთხელ ეს ცენტრისკენული აჩქარება ცვალებადი სიდიდეა დროის მიხედვით, რადგან კი რადიუსი მუდმივი სიდიდეა, მაგრამ ω ხო დროში იცვლება. და შესაბამისად ეს ცენტრისკენული დროში იცვლება, მაგრამ ჩვენ გვაინტერესებდა 8 წამის შემდეგ, ასე რომ ω-ს ავიღებთ 8 წამის შემდეგ, რადიუსი იქნება 4 და გამოვიდა 1440 მეტრწამ კვადრატი, რაც ძალიან დიდი სიდიდეა, საკმაოდ დიდი სიდიდე გამოვიდა ცენტრისკენული აჩქარება 8 წამის შემდეგ. მოდი ახლა ვიპოვოთ ჩვენ ტანგენციალური აჩქარება, რომელიც არის აჩქარება, რომელიც არის ამ ხების გასწვრივ. ანუ შეიძლება იყოს თუ ესე მოძრაობს ან იქით ხარეს, ან უკანა მხარეს გააჩნია მისი სიჩქარე იზრდება, თუ მცირდება. თუ ეხლა თქვა ესე მოძრაობს ესე ტრაექტორიაზე და მისი სიჩქარე იზრდება, მაშინ ესე იქნება ტანგენციალური აჩქარება. თუ სიჩქარე პატარავდება, მაშინ უკანა მხარეს იქნება ტანგენციალური აჩქარება, რომელიც სიჩქარის ვექტორს კი არ მოატრიალებს, არამედ მის მოდულს შეცვლის. ანუ იქნება შეიძლება რაღაცა წრეზე მოძრაობდეს ესე ერთ და იგივე სიჩქარით მუდმივად, ხო თქვა, აი ველოსიპედი დადიოდა წრიულ ტრაექტორიაზე, თქვა რაღაც 12 მეტრწამით. მაინც გექნება ცენტრისკენული აჩქარება, მაგრამ ტანგენციალური არ გექნება. თუ შენ წრიულ ტრაექტორიაზე დადიხარ და თან თქვა პედებს უფრო და უფრო ჩქარა ატრიალებ და უფრო და უფრო ჩქარა მიდიხარ, ესე იგი შენ ცენტრისკენულის გარდა, ანუ წრიულ ტრაექტორიაზე კი მოძრაობ და მაგის გამო ცენტრისკენული გააქვს, მაგრამ მაგის გარდა გექნება ტანგენციალური აჩქარებაც, რომლის გამოც ეს სიჩქარე იცვლება, ხო? იზრდება მოდულის ამოშიც. და ტანგენციალურის გამოსახული ფორმულა არის ε გამრავლებული r-ზე და რა არის ε? მისი კუთხური აჩქარება. ε-ის განმარტება არის დელტა ω გაყოფილი დელტა t-ზე. ჩვენ ხო ვიცით, რომ საწყისი ω 0 იყო, საბოლოო ω 6π იყო და ესე იგი ეს დელტა ω, ანუ საბოლოო ω-ს გამოკლებული საწყისი ω უნდა იყოს 6π. ეს 6π უნდა გავყოთ დროზე, ანუ იმ დროზე რა დროშიც ეს ცვლილება მოხდა.
6π გაყოფილი 8-ზე გამოდის 3π გაყოფილი 4-ზე რადიანი გაყოფილი წამი კვადრატზე. ეს არის კუთხური აჩქარება, რომელიც პირობისთან ახლად მუდმივი სიდიდეა. რა იქნებოდა ტანგენციალური აჩქარება? ტანგენციალური აჩქარება გამოდის ეფსილონი გამრავლებული რადიუსზე. ანუ 3π მეოთხედი გამრავლებული 4-ზე და 4-ები შეიკვეცება და გამოდის 3π მეტრწამ კვადრატი. რაც დაახლოებით 10-ის ტოლია, ხო? რაღაცა ცოტა პატარა. ესე იგი, რა მივიღეთ? ნახეთ, ჩვენ მივიღეთ, რომ 8 წამის შემდეგ სხეულს გააჩნია 3π მეტრწამ კვადრატი ტანგენციალური აჩქარება და ბევრად მეტი 1440 მეტრწამ კვადრატი ცენტრისკენული აჩქარება. შესაბამისად, ეს ვექტორები დაახლოებით ესე გამოვა, რეალურად კიდევ უფრო ზემოთ გამოვა ეს სრული აჩქარების ვექტორი, ხო? სრული აჩქარება რო გავიგოთ, ცენტრისკენულ აჩქარებას უნდა დავუმატოთ ტანგენციალური ან ტანგენციალურს დავუმატოთ ცენტრისკენული, ხო? ვექტორების შეკრება ეგრე ხდება. დავხაზეთ ტანგენციალური აჩქარების ვექტორი და სადაც ეს მორჩება, იქ დავიწყებთ ცენტრისკენულ აჩქარებას და აი ესეთი გამოვა სრული აჩქარების ვექტორი, რა და თქმა უნდა, მისი მოდული ეს მართკუთხა სამკუთხედია. ეს აცენტრისკენული და ტანგენციალური მართობულია ერთმანეთის და რა თქმა უნდა, ეხა სრული აჩქარების კვადრატი გამოვა ცენტრისკენულის კვადრატს დამატებული ტანგენციალური აჩქარების კვადრატი. მოგლით, მეგობრებო, ეს არის ძალიან საკმაოდ საინტერესო ამოცანა კუთხურ აჩქარებაზე, კუთხურ სიჩქარეზე, შემოწერილ კუთხეზე, საშუალო კუთხურ სიჩქარეზე, ტანგენციალურ აჩქარებაზე, ცენტრისკენულ აჩქარებაზე, კუთხურ აჩქარებაზე და ასე შემდეგ. და თუ ამ ამოცანას კარგად გაიაზრეთ, ამ თემებს ბევრად აუახლოვდებით და ბევრად წინ იქნებით ამ ნაწილთან დაკავშირებით. თუ გსურთ ფიზიკის სახელმძღვანელო, რომელშიც იქნება მერვე კლასის მასალაზე თეორიები, ამოცანები და მათი ამოხსნები, მე მაქვს ერთი ასეთი წიგნი, რომელიც შემიძლია გამოგიზავნოთ თქვენთან და კურიერი მას თქვენთან სახლში მოიტანს.